ბათუმში შოთა რუსთაველის ქუჩას დღეიდან პოეტის ბიუსტი დაამშვენებს. იაკობ ნიკოლაძის ბრინჯაოს მოოქროვილი ქანდაკება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. იგი ცოტა ხნის წინ რომში გახსნილი ბიუსტის ანალოგია და აჭარას საქართველოს მთავრობამ გადასცა. პრეზიდენტმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სიმბოლურად ვერცხლის ყავსანი წააგიხა და რამდენიმე სტიქონი თავადაც ზეპირად თქვა. თუ კი რამე განასახიერებს ქართველობის საუკეთესო მოდელს, ეს არის ქალაქი ბათუმი. იმიტომ რომ ბათუმი არის ქალაქი, სადაც არის ყველა ეთნიკური ჯგუფი, ყველა რელიგიური მწაბსი ერთმანეთში არეული და აქ არის ყველაზე მეტად ამის გამო ერთიანი ქართული სული. საქართველო, ქართველობა ეს ნიშნავს ეთნიკურად სომხობას, ეთნიკურად აზერბაიჯანელობას, ეთნიკურად აფხაზობას, აქ არის უამრავი აფხაზი, ეთნიკურად ოსობას. ეს არის ის, რასაც განასახიერებს დღევანდელი დღისთვის ჩემთვის ბათუმი და ის, რასაც განასახიერებდა შოთა რუსთაველი. დღეს პირველად ბათუმში შემოდის შოთა რუსთაველი, უпроსოდ შოთა რუსთაველის ძეგლი რუსთაველის ქუჩაზე, ეს იქნება საქართველოს და ალბათ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქუჩა. მე მინდა პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვთხოვ ელდარს და სვეტას წაგვიკითხოს ვეფხისტყაოსიდან რამოდენმეა. რაც აღმერთს არა სწარდეს, არა საქმე არ იქნების. მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი იახმების ვარდი ჭნების. როცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად. გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამჩეს გულიავლად. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზავიწრო ვერცა კლდოვანი. მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალგულოვანი. ბოლოს შეხაროს მიწამან ერთად მოყვე და ხვცოვანის ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი.